საუბრობთ ალქიმიურ ქალღმერთზე, რომელიც აერთიანებს ყველა დანარჩენ ქალურ არქეტიპს, რომელშიც მოხდა ყველა დანარჩენი ქალური არქეტიპის გაერთიანება, ისეთი როგორც არის ქურუმი, გრძნეული, მებრძოლი, დედა ქალღმერთი, დედოფალი და საყვარელი ჰეტერა და კიდევ თავისთავად ის გზა, რომელიც მივედით იმ საწყისოვანი ათვლის ნულოვანი წერტილიდან, რომელსაც ქვია მძინარე მზეთუნახავის მდგომარეობა, როგორ მივედით აი ამ ნულოვანი მდგომარეობიდან უნივერსალურ, ანუ ათასწახოვან, ანუ ალქიმიურ ქალღმერთამდე. ბერძნულ სამყაროში ეს ქალღმერთი არც მეტი არც ნაკლები არის აფროდიტე. ეგვიპტურ ცივილიზაციაში ეს არქეტიპი არის ჰათჰორი. აღმოსავლურ, შუამდინარულ, სემიტურ მითოლოგიებში ეს არის იშთარი, ინანა იშთარი. ძალიან საინტერესოა, რომ ფსიქიას გზა, ანუ მძინარე მზეთუნახავის გზა გადის ყალიბდება ალქიმიურ ქალღმერთთან კონფლიქტში. ანუ რეალურად ძალიან კარგი ორი შეპირისპირებული საწყისი, ერთის მხრივ მძინარე მზეთუნახავი ფსიქია და მეორეს მხრივ ალქიმიური ქალღმერთი აფროდიტე იკვეთება როგორც ორი სხვადასხვა მხარე და სწორედ მათი კონფლიქტი არის კონფლიქტი, რომელიც არსებობს მძინარე ქალის მძინარე არქეტიპულ მდგომარეობასა და სრულ გახსნილობას ათასახოვან ქალღმერთს შორის. ალქიმიური ქალღმერთი არის სწორედ აფროდიტე. აფროდიტეს ცოტა მოგვიანებით გეტყვით. ეხლა კი მოდი მძინარე მზეთუნახავი რა გზას გადის და ვინ ურთავს ამ ტრანსფორმაციებს. ტრანსფორმაციებს რთავს ვაჟის შემთხვევაშიც, ქალის შემთხვევაშიც სწორედ ალქიმიური ქალღმერთი. ალქიმიური ქალღმერთის უმთავრესი ფუნქცია არის ცნობიერების გაფართოებისთვის, ტრანსფორმაციული პროცესების ჩართვა ქალისთვის და ასევე ვაჟისთვის. ფსიქია, რომელიც არის ეროსის ცოლი, აფროდიტე მისგან ითხოვს 4 გამოცდის შესრულებას. ეს 4 გამოცდა არის ის მთავარი 4 ფენომენი, რომელიც ქალში უნდა იყოს მოწესრიგებული იმისათვის, რომ ის შედგეს როგორც მზა ქალური, ფემინური, სრულფასოვანი სურათხატი. 4 ფაზის გავლას ფსიქია ალქიმიურ ქალღმერთის ფაზამდე არ მიყავს, მაგრამ ფსიქია არის ტრადიციულად ყველა ქალის ზოგად სურათხატი. პირველი გამოცდა, რომელსაც ფსიქია გადის, ეს არის მან უნდა გადაარჩიოს დიდ გოფში, ქვაბში არეული მარცვლები და აი აქ ფსიქიას ეხმარება ჭიანჭველები, რომელიც ფსიქოანალიტიკოსების აზრით არის ინტუიცია, ანუ ქალს თავის პირველ ქმედებებში ამოქმედებს სწორ გზაზე აყენებს მისივე ინტუიცია და ფსიქია ჭიანჭველების დახმარებით გადაარჩევს აი ამ მარცვლებს. ეხლა ეს რა გამოცდაა, ხო? ეს არის გამოცდა, რომელიც გულისხმობს ღირებულებების გადარჩევას. ქალმა პირველ რიგში უნდა შეძლოს ღირებულებების სწორად დალაგება, ხო? ეს არც ვაჟს არ აწყენს, რა თქმა უნდა. მაგრამ ეხლა ჩვენ ქალური არქეტიპების აქტივაციაზე ვსაუბრობთ. ქალმა ასე უნდა დაიწყოს. მძინარე მზეთუნახავის გამოღვიძება იწყება ღირებულებების გადარჩევით, ხო? ყოფითი თემების და მაღალღირებულებითი თემების და კატეგორიების ერთმანეთსაგან გამიჯრონ და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა, ხო? ეს არის პირველი გამოცდა. ფსიქია ამ გამოცდას წარმატებით ჩააბარებს და მეორე გამოცდა ეს არის უკვე
მან უნდა შეაგროვოს ველური ვერძების მატყლი და ეს ძალიან საშიშია და ფსიქია ირჩევს ბრძნულ ფემინურ გზას ამ მატყლის ოქროს ვერძის მატყლის მოსაპოვებლად ის დაელოდება შებინდებას და როცა ისინი ბუჩქებზე ჩაივლიან ეს ოქროს ვერძები ბუჩქზე შერჩენილ მატყლს მერე შეაგროვებს ანუ ეს ფსიქია რო ყოფილიყო ათენა ან დემეტრა შეასკადებოდა ხო აი ამ მას საწმისებს ოქროს საწმისებს და მოიპოვებდა მაგრამ ნახეთ სწორედ ქალური სქესიდან გამომდინარე სპეციფიკიდან გამომდინარე ფემინური საწყისიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია რომ ქალმა თავის თავში ფლობდეს წონასწორობას და სოფიას სიბრძნეს როგორია სოფიას სიბრძნე ეს არის უდიდესი სიბრძნე რომელიც არ ყვირის არ ჭირდება მას ხმლების და შუბების ქნევა ქალი არის პასიური ძალა ქალს შეუძლია თავისი პასიური ენერგეტიკული სასიცოცხლო ენერგიით უდიდესი მწვერვალების დაპყრობა ხო და უდიდესი ზეგავლენის მოხდენა საერთოდ გარე სამყაროზე და ადამიანებზე ფსიქიას არჩევანიც არის პასიური ძალის გამოვლინება ეს მისი სუსტეზე არ მიუთითებს ეს მიუთითებს ქალურ სიბრძნეზე ფსიქიას მესამე გამოცდა ეს არის სტიქსის წყლის მოპოვება. სტიქსის წყალი გადის ქვესკნელში და ის მოიდინება ქვესკნელში და ის ამოდის ზემოთ სამზეოში და იმისათვის რომ ფსიქია მოიპოვოს ეს წყალი ის უნდა ჩავიდეს სხადეში ხო ანუ იგივე უნდა გაიაროს სიკვდილი თუმცა მას კიდევ მოუწევს სიკვდილის გზის გავლა ეხლა რას ნიშნავს ეს გამოცდა და სტიქსის წყლის მოპოვება ანუ ნახეთ მესამე გამოცთან უკავშირდება დავიწყების ფენომენს. სტიქსის წყალს აქვს ესეთი თვისება, ვინც ამ წყალს სვამს, მას ავიწყდება ყველაფერი, ხდება მეხსიერების წაშლა, მაგრამ ეს საუბარი არა მხოლოდ მეხსიერების წაშლაზე, არამედ ჩვენს კარმულ გასუფთავებაზე, ხო? ყველანაირი იმითაც, რითაც ჩვენ ვართ დეტერმინირებული, მოვდივართ, რაც კი რამ გვაქვს სტრესები, ის რაც დამაზიანებელია ჩვენთვის რომელიც გვირღვევს აი ამ ჩვენს წონასწორობას სულიერს ჩვენს ცხოვრების ხარისხს აფუჭებს და განსაზღვრავს ხო ეს ყველაფერი რჩება სტიქსის წყალში როგორც გამწმენდი წყალი და მეხსიერების წამშლელი წყალი მაგრამ გარდა ამისა სტიქსის წყალს აქვს კიდევ უფრო მთავარი ფუნქცია თუ აი ამ წყალს მოიპოვებს ფსიქია სიმბოლურად ეს იმას ნიშნავს რომ ფსიქიამ თავი დააღწია ციკლურობის უძლიერეს კარმას ეს ძალიან ეს ერთ-ერთი ფუნდამენტური გათავისუფლება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ საოჯახო საგვარეულო ციკლები, კარმული ციკლები როგორ ზემოქმედებენ ჩვენზე, ხო? და როდესაც ჩვენ გავდივართ აი ამ ციკლებიდან, თავს დავაღწევთ აი ამ ციკლებს, ჩვენ უკვე შეგვიძლია ჩვენი ახალი პერსონალური სცენარების შექმნა ჩვენს ცხოვრებაში, ხო? ამიტომ ეს არის უკვე ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდა, რაც კი შეიძლება ადამიანმა თავისი ცხოვრების გზაზე გაიაროს და წარმატებით ჩააბაროს. და ბოლო გამოცდა ეს უკვე არის ფაქტობრივად უმაღლეს ცნობიერებასთან მიახლოება. ფსიქიამ ქვესკნელში უნდა ქვესკნელიდან უნდა წამოიღოს აფროდიტეს ზარდახშა. მალამუთი თითქოს და თუ მას გახსნის ის მოკვდება. თან ამ გამოცდას ახლავს კიდევ ერთი პირობა, რომ მან არავის ხმა არ უნდა გასცეს, იქ სულები მას შეეხმიანებიან, დახმარებას თხოვენ, მაგრამ ფსიქიამ უნდა თქვას, ყველას უნდა უთხრას არა. ხო, რას გვასწავლის ახლა ეს პირველ ეტაპზე? ეს გვასწავლის
ძალიან მნიშვნელოვანია არას თქმა, სადაც საჭიროა წერტილის დასმა, იქ უნდა დაისვას წერტილი. ანუ ჩვენს წარსულს, ჩვენს დამაზიანებელ ფაქტორებს, ძველ სურვილებს, ყველაფერს იმას, რასაც ჭირდება წერტილის დასმა, ძალიან მკვეთრად უნდა ვუთხრათ არა. და ძალიან ბევრის პრობლემაა სწორედ არას თქმა და წერტილის დასმა. ხო, ხშირად აქედან მოდის ტოქსიკური ურთიერთობებიც და გაჭედვები ციკლებში და თუნდაც კარიერულ მოცემულობაში შეჩერებები და ასე შემდეგ. ხო, იმიტომ რომ ჩვენ არ შეგვიძლია წერტილის დასმა იქ სადაც უკვე ჩვენი სტაგნაცია იწყება და არ შეგვიძლია ადამიანებს ვუთხრათ არა, როცა ისინი ჩვენზე ძალადობენ, ხო? ეს ფსიქოლოგიური ძალადობა იქნება თუ სხვა ტიპის. მოკლედ, ფსიქიამ როცა აიღებს ამ ზარდახშას, მოდის სულეთი ჰადესის სამეფოდან და მას გარდაცვლილთა სულები ეხვეწებიან, სთხოვენ დახმარებას, მაგრამ ფსიქია სამჯერ ეტყვის მათ არას და აი ამ გამოცდასაც წარმატებით ჩააბარებს. ამ შემთხვევაში ფსიქია არის მომკვდარი და აღმდგარი, ანუ ხელახლა დაბადებული ქალი უკვე, ხო? იმიტომ რომ მან შეძლო ის ჩავიდა ქვესკნელში. ანუ მან გაიარა პერსეფონეს არქეტიპი, მომკვდარი და აღმდგარი ქალღმერთის არქეტიპიც. ნახეთ, რამდენი არქეტიპი გამოიარა ცოლის, იმიტომ რომ ის არის ეროსის მეუღლე, მებრძოლის არქეტიპი არტემიდეს, იმიტომ რომ მან მთელი მისი აქტიობა ამ გამოცდების შესრულების მდგომარეობაში, ხო? ეს იყო მისი ბრძოლა აი ამ ყველაფრის დასაძლევად, ყველა გამოცდის ჩასაბარებლად, ხო? და ნახეთ, უკვე ბოლო გამოცდა არის ფაქტობრივად მომაკვდინებელი გამოცდა, იმიტომ რომ აბსოლუტურად იცვლება ჩვენი ცნობიერება. ჩვენ ვეჯახებით უმაღლეს ცნობიერებას და ეს არის მომაკვდინებელი. რატომ? იმიტომ რომ ეს არის სიკვდილის მეტაფორის გავლა, და ჩვენ ხელახლა უნდა დაიბადო ახალი ცნობიერებით, ხო? ფსიქიას მეოთხე დავალებაში არის ესეთი პირობა, რომ ზარდახშა, რომელიც მას ამოაქვს ქვესკნელიდან, მან არ უნდა გახსნას, თორემ ის მოკვდება, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ადამ და ევამ მაინც აკრძალვის მიუხედავად შეჭამეს ცნობიერების ხის ნაყოფით, ხო? და მოუწიათ მათ ედემის ბაღის დატოვება. ჩვენ ვიცით, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ შეიძლებოდა და გაფრთხილებული იყო პანდორას ყუთის გახსნა არ შეიძლებოდა, პანდორას ყუთი მაინც გაიხსნა, ხო? და იქიდან ამოვიდა სამთელი როგორც მითიგონება უბედურებები და მარტო იმედი დარჩა შიგნით, მაგრამ სწორედ აი ეს 64-ის ბაღის მიღმა რაც ხდება, პანდორას ყუთის გახსნის შემდეგ რაც ხდება და ფსიქიას ზარდახშის გახსნის შემდეგ რაც ხდება, ეს არის ზუსტად ნამდვილი რეალური სამყარო და უკვე მთელი ის არსენალი, რაც შემოდის ჩვენი სამყაროს სახით და რომელსაც ჩვენ უნდა დავახვედროთ ახალი გახსნილი ცნობიერება. ფსიქიამ გახსნა ზარდახშა და ის მომენტალურად კვდება მისი ძველი ცნობიერება. და აი აქ უკვე ერთვება მისი მხსნელი, მისი ანიმუსი, ეროსი სიყვარულის ღმერთი, იმისათვის რომ გააცოცხლოს თავისი ანიმა, ეროსი მიდის ზევსთან და თხოვს და ამ თავის სასიყვარულო, აი ამ მათი სიყვარულის ამბავს უყვება. და აი აქ უკვე იწყება ანიმა ანიმუსის ინტეგრაცია და ეროსი მიდის და ერთი კოცნით აცოცხლებს ფსიქიას და მე აქედან მოდის ის ზღაპრული სიუჟეტი, რომელიც ჩვენ ვიცით მძინარე მზეთუნახავის და უფლისწულის სიუჟეტი. აი ეს ფსიქიას მითის ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ამ 4 გამოცდის გარდა ის არის, რომ ვინ ურთავს თელ აი ამ ტრანსფორმაციულ გამოცდებს ფსიქიას და როგორც დასაწყისში გითხარით, ეს არის მისი საწინააღმდეგო სრულფასოვანი არქეტიპი აფროდიტე, ხო? აი ხა მივადექით აფროდიტეს. ვინ არის აფროდიტე სინამდვილეში? რა თქმა უნდა,
ჩვენ ვიცით რომ ის არის და მართლაც არის სიყვარულის არქეტიპი. ეს არის ჰეტერას არქეტიპი, თავისუფალი უპირობო სიყვარულის არქეტიპი, თუმცა სიტყვა უპირობოსთან მე მაქვს პრეტენზია, იმიტომ რომ სიყვარული, ნამდვილი სიყვარული იმთავითვე არის უპირობო, არანაირი თუ კი პირობა არის, უგველცი სიყვარული აღარ არის, ამდენად სიყვარულს არ ჭირდება, ნამდვილ სიყვარულს არ ჭირდება წინ პრეფიქსი უპირობო. სიყვარული არის თავისთავად ყოვლის მომცველი და ძალიან მნიშვნელოვანია რომ სწორედ ალქიმიური ქალღმერთის, ანუ ყველა დანარჩენი არქეტიპების მომცველი ქალღმერთის სახეს განასახიერებს სწორედ სიყვარულის ქალღმერთი აფროდიტე, ხო? აქ სწორედ ანაჰატა, ანუ გულის ჩაკრაზეა საუბარი, როდესაც შენ ხარ სიყვარულის წყარო, როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცების, ანუ ზოგადად განზოგადებულად სამყაროში ხარ განასახიერებ და ხარ სიყვარულის წყარო, შენ ხარ უკვე ალქიმიური ქალღმერთი. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ კიდევ ერთი ბერძნული მითი, რომელიც მომდინარეობს არქეტიპიდან განხეთქილების ვაშლი. ერიდ არის განხეთქილების ქალღმერთი და მან ის არ დაპატიჟეს ოლიმპოს მთაზე ქორწილში და გადაწყვიტა რომ შური ეძია მთავარ ქალღმერთებზე. და ნახეთ, აქ სამი მთავარი ქალღმერთი იკვეთება, სამი მთავარი ქალური არქეტიპი. ეს არის დედოფალი, ანუ ჰერა, მეორე სიბრძნის და ბრძოლის ქალღმერთი ათენა და მესამე ეს არის სიყვარულის ქალღმერთი, ალქიმიური ქალღმერთი აფროდიტე. და შეაგდებს აი ამ ვაშლს ქორწილში და იტყვის რომ ეს ვაშლი ეკუთვნის მას, ვინც არის ქალღმერთებს შორის საუკეთესო. და ვინ უნდა გადაწყვიტოს ახლა ეს ვინ არის ქალღმერთებს შორის საუკეთესო? ნუ ზევსმა ვარი თქვა რომ მიეღო გადაწყვეტილება თავიდან აირიდა და ზევსი არის თავად უმაღლესი ცნობიერება, ხო? ანუ უმაღლეს ცნობიერებას, მამის ცნობიერება, რომელიც ასევე უმაღლესი სიბრძნის, ქურუმული სიბრძნის მატარებელია და ზევსი ვარს ამბობს გააკეთოს არჩევანი და არჩევანს აკეთებს მოკვდავი. ზევსი იტყვის რომ გამოავლინოს პარესმა და პარესი არის ტროელი უფლისწული. ანუ ცნობიერების ზევსი თუ კი განასახიერებს მამაკაც უმაღლეს ცნობიერებაში, პარისი განასახიერებს მამაკაც დაბალ ცნობიერებაში, ხო? მაგრამ გადაწყვეტილება სწორედ მან უნდა მიიღოს. როგორც თავისი არაცნობიერმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. და პარესთან გაჩნდება სამივე ქალღმერთი ერთმანეთის მიყოლებით და სთავაზობენ თავიანთ სიკეთეებს, ხო? და ნუ ჰერა ეუბნება რომ მე ზეცის დედოფალი ვარ და თუ ვარს მე მარგუნებ, გახდები მეფე და სამყაროს ყველა შენ დაგემორჩილება, ყველა სიმდიდრე შენი იქნება და მთელი ეს სამეფო ძალაუფლება და საგანძური შენი იქნება. და ნუ პარესი თვალს მოავლებს ბუნებას, მთებს, ტყეს და ვერ შეიძლება აი ამ ყველაფერს და ვარს იტყვის რომ არ არგუნებს ვარს ჰერას. ამის შემდეგ მასთან გამოცხადდება ათენა და ის თავაზობს რომ გახდეს სამყაროში ყველაზე დიდი ბრძენი და ის თავაზობს აი ამ სიბრძნეს სამყაროს ცოდნებს, მაგრამ პარეს გახსნდება ბრძენი მოხუცი, რომელსაც თვალები ძალიან ნაღვლიანი აქვს და არ ისურვებს იყოს ბრძენი. და მაშინ მასთან გამოცხადდება აფროდიტე და მას შესთავაზებს, ეტყვის რომ შორეულ სპარტაში მეფე მენელაოსის სასახლეში ცხოვრობს ამ ქვეყნად ყველაზე მშვენიერი ქალი ელენე და
თუ შენ მე მარგვნებ ვარს ელენე შენი იქნება და არც დაფიქრებულა პარისიმ მაშინვე კი არ გუნა აი ეს ვაშლი აფროდიტეს მაგრამ სინამდვილეში არესმა არაცნობიერად გადადგა ნაბიჯი რომლითაც მან მოიპოვა ყველაფერი იმიტომ რომ აფროდიტე არის ქალღმერთი რომელიც თავისი ყველა არქეტიპის ფლობით განასახიერებს ალქიმიურ ქალღმერთს და ფაქტობრივად პარესმა ერთი გადაწყვეტილებით ყველა არქეტიპული ქალღმერთი მოიცვა დედოფალიც ბრძენიც იმიტომ რომ ზუსტად ეგ არის სოფიას ანუ აი ამ ათენას სიბრძნეც არის სოფიას სიბრძნე ხო ქალური ფემინიური სიბრძნე ეს ყველაფერი ქურუმიც მებრძოლიც სტრატეგიც ყველაფერი თავმოყრილია აფროდიტეში და საიდან ვიცით რომ ეს ყველაფერი აფროდიტეშია თავმოყრილი და რომ სწორედ აფროდიტეა ალქიმიური ქალღმერთი და არა სხვა ჩვენ ეს იქიდან ვიცით რომ თუნდაც ყველა ის გამოცდა რომელიც აფროდიტემ ჩაურთო ფსიქიას ყველა ის გამოცდა რომელიც გაატარა ეს თავად აფროდიტეს გავლილი გზა იყო თავად აფროდიტე იყო მიღწეული მსრულყოფილებას, რომლის გზაც და ტრანსფორმაციებიც დაანახა ფსიქიას, ხო? და ეს თვითონ განხეთქილების ვაშლის არქეტიპი ფსიქოანალიზურად ნიშნავს ქალური არქეტიპების არაცნობიარ კონფლიქტს, როდესაც შინაგანად ქალი თავის თავში ქალს უწევს არჩევანის გაკეთება, თუ ის არ არის, რა თქმა უნდა, ჯერ მისული იმ ცნობიერებამდე, რომ ის ალქიმიური ქალღმერთი იყოს, ქალს ყოველთვის წინ სანამ გახდება ქალის სრულყოფილი ალქიმიური ქალღმერთი, ათასახოვანი ქალღმერთი, ქალში არის შინაგანი კონფლიქტი, იმიტომ რომ ის გზადაგზა გადის სიბრძნის, ანუ ათენას არქეტიპს გადის მის თქვათ ქურუმის არქეტიპს გადის დედოფლის არქეტიპს ხო მებრძოლის არქეტიპს და მას აქვს შინაგანი კონფლიქტი თუ რა ურჩევნია მას აფროდიტე იყოს ათენა იყოს ჰერა იყოს თუ ვინ უნდა რომ იყოს ხო ყოველთვის არის ქალში საწყისოვანი წინააღმდეგობები არქეტიპული კონფლიქტი ქვია ამას მაგრამ სწორედ ალქიმიური ქალღმერთის არჩევანი ეს იმას ნიშნავს პარისის მიერ, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა მივიდეთ ცნობიერების იმ მდგომარეობამდე, როცა ვიქნებით 1000 სახოვნები და ჩვენში მოხდება ინტეგრაცია ყველა დანარჩენი აბსოლუტურად ყველა ქალღმერთული საწყისის. ბერძნული სამყაროდან უნდა გადავინაცვლო ახლა აღმოსავლეთში, ასევე ეგვიპტეშიც, ვინ არის იშთარი? ხშირად აფროდიტეს ვახსენებ ხოლმე იშთარ აფროდიტე, როდესაც მე მინდა რომ აფროდიტე უფრო დაგანახოთ სწორედ ალქიმიური ჭრილიდან, ხო? ვინ არის იშთარი? იშთარი ისევე როგორც ეგვიპტური ჰათჰორი უფრო სრულფასოვნად წარმოაჩენს მთელ აი ამ ქალღმერთის ალქიმიურ საწყის. იშთარი არის ის ქალღმერთი, რომელიც ტრანსფორმაციებს ჩაურთავს გილგამეშს. გილგამეში როგორც მეფე ვალდებულია რიტუალურად გახდეს საკრალურად იქორწინოს იშთარზე, მაგრამ გილგამეში ვარს ამბობს იშთართან ქორწინებაზე და გილგამეში არის სხვადასხვა ერთადერთი გმირი, რომელიც ვარს ამბობს ქალღმერთთან ქორწინებაზე, თუ სხვა შემთხვევაში ყველა სიკვდილი დაისჯება, ყველა მოკვდავი სიკვდილით ისჯება, ვინც ვარს ამბობს ქალღმერთთან ქორწინებაზე და თქვათ ჩვენი ქართული ქალღმერთი დალი ამის მაგალითია დაღუპული მონადირეების მთელი ციკლი გვაქვს ქალღმერთთან ურთიერთობის შედეგად, ესეც მეტაფორული ტრანსფორმაციული სიკვდილია, რა თქმა უნდა. იშთართან ქორწინებაზე, რაც ევალება გილგამეშს როგორც მოკვდავ მეფეს, გილგამეში ვარს ამბობს, მას ძელ ცოდვებს გაუხსენებს, რომ შენ აი თამუს ასე გაუკეთე, იმას ესე გაუკეთე, ყველა დაღუპე და მეც ესე მომექცევი. და მაგრამ უფლება არ აქვს, რომ ვარი თქვას იშთართან ქორწინებაზე, როგორც მეფემ და ის აუცილებლად უნდა მოკვდეს, მაგრამ გილგამეში არ კვდება გილგამეშის ორეული ანუ მისი მეორე ნაწილი, მისი დაბალი ცნობიერება, რომელსაც გილგამეშის ეპოსში განასახიერებს ენქიდუ.
ხოლო მეორე ნაწილი მისი გმირის, მისი რესურსული, მისი მაღალი ცნობიერების ნაწილი ადგება მოგზაურის, ანუ მაძიებლის არქეტიპს და გილგამეში ტოვებს ურუქს და მიდის უკვდავების საძიებლად. მთელი ეს გზა, რომელსაც გადის გილგამეში, ჩართულია ტრანსფორმაციულად სწორედ იშთარის მიერ. ნახეთ, ალქიმიური ქალღმერთი ორნაირად რთავს აი ამ ტრანსფორმაციებს. თუ ჩვენ ვირჩევთ, შევხვდებით, მეუღლეთ აი ასეთ ქალღმერთს, შევიყვარებთ აი ასეთ ქალღმერთს, ეს სიყვარული გვაზიარებს აი ამ უმაღლეს ტრანსფორმაციებს, რომელიც ძალიან რთულია, კრიზისულია, თუნდაც აფროდიტეს სიყვარული დაღუპვით მთავრდება მთელი რიგი მკვდარი და აღმდგარი ღვთაებები, როგორც არის ადონისი მაგალითად, ხო? აქტეონის და არტემისის სიყვარული აქტეონისთვის დაღუპვით მთავრდება. ანუ ესეთი ქალღმერთების თან კავშირი მთავრდება მეტაფორული ტრანსფორმაციული სიკვდილით. გილგამეშის შემთხვევაშიც გილგამეში გადის ჩვეულებრივ სიკვდილის გზას გადის, ის მოგზაურობს ქვესკნელის წყლებშიც, მაშინ სამოთხეშიც, შამაშის მზიურ სამყაროშიც, იქ ვინმე სხვა კიდევ მეღვინე ქალსაც შეხვდება. ანუ ისიც გამოცდებს გადის, ვიდრე მოიპოვებს უკვდავებას, მაგრამ ნახეთ, მთელ ამ გზაზე, რაც მას იშთარმა ჩაურთო, გილგამეში მიაღწევს ამ უკვდავებას და მაგრამ ეს უკვდავება მას აღარაფერ შეჭირდება, რადგან მან ისეთი ტრანსფორმაციულ შედეგებამდე გავიდა, მისი ცნობიერება იმდენად უმაღლეს მწვერვალს მიუახლოვდა, რომ ის მიხვდა, რომ არსებობს გაცილებით მნიშვნელოვანი, ვიდრე არის ფიზიკური სიკვდილი, ვიდრე არის უბრალოდ მატერიალური უკვდავება, ხო? ის მივიდა სულის უკვდავებამდე, ის მივიდა ცნობიერებისკვდავებამდე, ცნობიერების მაქსიმალურ გაფართოებამდე და ისკვდავება, რომელიც მან მოიპოვა, იქვე წყალთან დატოვა და გველმა წაიღო ჩვეულებრივად, დაუბრუნა ისევ სამყაროს, მაგრამ მან დაიტოვა თავის თავში უდიდესი სიბრძნე, რომელიც მოდის სწორედ ქალიდან, ალქიმიური ქალღმერთებიდან, სოფიადან, ანუ გილგამეში ინტეგრირდა თავის, აი სწორედ აქ, როცა გველმა წაიღო მისი უკვდავება, უკან წაიღო, როცა გილგამეშმა სამყაროს უკან დაუბრუნა უკვდავების ბალახი, აი სწორედ აქ წყლის სიღრმეში, რომელმან სიღრმე იხილა გილგამეშის ეპოში, ის კვლავ შეუერთდა წყლის სიღრმეში, გილგამეში კვლავ შეუერთდა თავის ანიმას, თავის ნამდვილ იშთარს შეხვდა სწორედ აი ამ ხთონურ წყლებში, თავის არაცნობიერში, თავის სიკვდილში, ხელახლა დაბადებაში შეხვდა თავის ნამდვილ იშთარს და თავის ნამდვილ ანიმას, რომელსაც იქ დასაწყისში, გზის დასაწყისში ვარი უთხრა და ბრუნდება გილგამეში, როგორც მოსე ახალი ცნებებით, უბრუნდება ქურუმს, როგორც ცნებების შემომტანი. ცნებები მოიტანა გარდასულ დღეთა, ეს არის ნათქვამი გილგამეშზე და ამ ყველაფრის ავტორი, ჩამრთველი არის სწორედ ქალღმერთი იშთარი, დიდი ალქიმიური ქალღმერთი. ახლა გადავიდეთ ეგვიპტურ სამყაროში, ყველგან თითოეულ ცივილიზაციაში აი ამ ქალღმერთებს აქვს თავისი ნიშა, თუ როგორ რთავენ აი ამ ტრანსფორმაციებს. ეგვიპტურ სამყაროში აი ეს ალქიმიურ ქალღმერთს განასახიერებს ჰათჰორი და სიტყვასიტყვით ჰათჰორი ნიშნავს ჰორის სახლს და ვინ არის ჰორი? ჰორი არის მესამე ცნობიერების თვალი. ჰათჰორი, რომელთან ერთადაც ტახტზე ადის ჰორუსი, რომელიც ახდენს ჰორუსის ინტრონიზაციას, ანუ გამეფებას, ეს ნიშნავს სწორედ ჰორის მესამე თვალის საბოლოო გახსნა აქტივაციას და თავის ბუდეში დასადგურებას, თავის სახლში დაყუდრებას, ხო? და სწორედ ქალი, სწორედ ანიმა, ოღონდ მის სულფასოვან ალქიმიურ გამოვლინებაში, მის ათასახოვან გამოვლინებაში არის სწორედ წყარო გმირისთვის, მეფისთვის, ვაჟისთვის, აი ამ ტრანსფორმაციებისა, რომელსაც საბოლოოდ ავყავართ ტახტზე და იწვევს ტრანსფორმაციას, უმაღლეს ცნობიერებასთან კავშირს, მამის ცნობიერების გახსნას და ეს არის გვირგვინი სწორედ მეშვიდე ჩაკრასთან ჩვენი შეხვედრა და ჩვენი საბოლოო
სულფასოვანი მდგომარეობა, რაც კი შეიძლება რომ ვთქვათ მატერიალურ სამყაროში მივახციოთ ჩვენ აი ამ სულფასოვან მდგომარეობას.